მე მინდა ჩვენი შეხვედრა სანამ შინაარსში შევალთ, მანამდე დავიწყო სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოხატვით ჩემი მასწავლებლისადმი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორისადმი, ქალბატონ მარინე ჩიტაშვილისადმი, იმიტომ რომ მან ძალიან ბევრი თაობა აღგზარდა ფსიქოლოგების და დღეს ახლა სამოსელ პირველზე ვისაუბრებთ და სამოსელი პირველის ტერმინებით რო ვთქვათ, მართლაც ბრჭყალებში ლტოლვილის როლი შეასრულა მან ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში, რაღაცა მიმართულების მიმცემი იყო ყოველთვის და რაღაც ახლის აღმოჩენის წინაპირობა მასთან ურთიერთობა იყო, არის და მომავალშიც იქნება, დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ამაც შეიძლება სხვაგვარი წარმოდგენა ჰქონდეთ, მარინა ნამდვილად არის ძალიან დიდი შენაძენი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი და აქედან გამომდინარე სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა მას. მადლობა აქ რომ ხართ და მადლობა პირველ რიგში გურამს შემოთავაზებისთვის, იმიტომ რომ არა გურამი მე ალბათ ვერ გავბედავდი მესაუბრა სამოსელ პირველზე ჩემი ინიციატივით და რომ არა სამოსელ პირველზე საუბარი ჩემი მშობლები დღეს ჩემ საჯარო შეხვედრას არ დაესწრებოდნენ 40 წლის ისე გავხდი რომ პირველი შემთხვევაა რომ აი ამგვარი ფორმატის შეხვედრაზე ჩემთან ერთად არიან, თორე ისე სულ ჩემს გვერდით არიან და მადლობა მათ. და რომ არა ჩემი მშობლები თავის მხრივ მე თინეიჯერობის ასაკში არ მექნებოდა შეხება ამ წიგნთან, რომელიც მათთვის და მთელი ჩვენი ოჯახისთვის და არა ვართ გამონაკლისი საბედნიეროდ ამ თვალსაზრისით საქართველოში მართლაც სამაგიდე წიგნია სამოსელი პირველი. ესეთი ემოციური პაზლი ეწყობა დღეს ჩემთვის და მართლაც ემოციურია აქედან გამომდინარე საუბარი სამოსელ პირველზე. რატომ? იმიტომ რომ ეს არ არის ჩემთვის ერთი რიგითი საყვარელი წიგნი. მე სამოსელმა პირველმა მართლაც აი თამამად შემიძლია ვთქვა რომ ჩემს პიროვნულ განვითარებაზე, ჩამოყალიბებაზე ითამაშა ძალიან დიდი როლი და ჩემი მეგობარიც არის დღეს აქ ელენე გოლოვაჩოვა, დღეს უკვე გამორჩეული ექიმი, თუმცა თავის დროზე, როცა ჩვენ ბავშვობიდან მეგობრობდით, ჩვენ პატარები ვიყავით, თინეიჯერები, როცა ერთად წავიკითხეთ დაახლოებით ეს წიგნი და მას შემდეგ იქცა ერთგვარ ლაკმუსის ქაღალდად და რა თვალსაზრისით. ახალ ადამიანს თუ ადამიანების ჯგუფს როგორც კი გავიცნობდით ხოლმე, მოგეხსენებათ ხო თინეიჯერობა რა არის, უკვე სახლიდან გავდივართ სადღაც გარეთ და ახალი წრე გვყავს, ახალი სამეგობრო, ფართოვდება ეს წრე, ამით ხასიათდება ხო გარდატეხის ასაკი. და აი როგორც კი ახალ ადამიანს გავიცნობდით, თუ ის გვეტყოდა რომ მისი საყვარელი წიგნიც იყო სამოსელი იქ ყველაფერი ნათელი იყო და აი დამატებით კითხვებს უკვე ადგილი არ ჰქონდა. და მაშინ ვეხდებოდა ეს ადამიანი ძალიან ძვირფასი ჩვენთვის და მე სწორედ ამ სიტყვებით მინდა დღეს თქვენთან შეხვედრაც დავიწყო, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, აუდიტორიავ და მკითხველებო, ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ხართ ჩემთან ერთად და მოდით როგორც ბატონი გურამი იტყო და ჩამჭიდეთ ეს უნდო ხელი, თუმცა მე ვფიქრობ რომ უკვე ნდობით არის სავსე ეს ხელი, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა გვაერთიანებს ამ წიგნის სიყვარული და მოდით ერთად გავიაროთ ის გზა, რომელსაც გადის დომენიკო თავის განვითარების გზაზე, ასე ვთქვათ, ხო? რატომ იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედიდან ასეა რომ არა მარტო დომენიკოს განვითარების გზა ეს რომელ 10 წლეულშიც ჩვენი ცხოვრების არ უნდა წავიკითხოთ, არამედ ჩვენი განვითარების გზაც არის გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენს გვაყალიბებს და რაღაცას ძალიან ახალს გვასწავლის ყველა ეტაპზე, როცა კი ვუახლოვდებით ამ წიგნს. მე ამავე თანმიმდევრობით გავყვები, თავიდან სოფლად ვიბოდიალებთ, ასე ვთქვათ, შემდეგ ჩავალთ ლამას ქალაქში, შემდეგ კამორასა და კანუდოში და თავშივე მინდა გითხრათ და ბოდიშიც მოგიხადოთ, რომ მე არა ვარ ცხადია ლიტერატურის სპეციალისტი, სადღაც ალაგ-ალაგ შეიძლება ძალიან მიამიტური გეჩვენოთ ჩემი თხრობაც და ჩემი რაღაც რეფლექსიაც და მომიტევეთ ამისთვის. მე არც რელიგიის მცოდნე და ვთქვათ ფილოსოფოსი არა ვარ, რომ პირობითად უძღებიშვილის ლიტერატურაში ამ კონცეპტუალურ გადმოტანაზე ვისაუბრო, ამაზე სხვა ძალიან იჭიერმა ჩვენთვის ძალიან საყვარელმა ადამიანებმა ისაუბრონ. მე მხოლოდ აი ძალიან მორიდებით, მოკრძალებით, თქვენის ნებართვით ერთ რაღაცას შევეცდები, რომ ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან დავინახოთ ეს წიგნი და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით განვიხილოთ ის მოვლენები და ის პერსონაჟებიც, რომლებსაც გვიხატავს და ფანტასტიურად ქმნის ავტორი.
მაშ ასე დავიწყოთ. პირველი მოქმედება ხდება სოფლად, მოგეხსენებათ, რომ სოფლად ცხოვრობენ დომენიკო და გვეგვე მამასთან ერთად, დედა არ ყავთ ბიჭებს. გვეგვე თავისი სახელიდან გამომდინარე ხვდებით ალბათ რა კაციც არის, ხო? ყოველგვარი დაცლილი, ყოველგვარი ემოციისგან, განსხვავებით დომენიკოსგან, რომლის სახელიც ამას მეტყველებს, ხო? რომ ცოტა მეტი სულიერება არის აშკარად დომენიკოს თავს და ემოციური ინტელექტით, თქვათ, ახლა ფსიქოლოგიის პერსპექტივიდან თუ ვთარგმნით, შეგვიძლია დავინახოთ დომენიკოს პერსონაჟში. და ერთ დღესაც დომენიკოს ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება, როცა ის გაიცნობს ლტოლვილს და სწორედ აი ლტოლვილს შეაქვს მის ცხოვრებაში გარდატეხა, იმიტომ რომ რაღაცა სულ სხვა სამყაროს უხსნის და სულ სხვა სამყაროს უშლის მას. მე მინდა თქვენ გაიხსენოთ, რამდენჯერ ყოფილა თქვენ ცხოვრებაში, რომ ლტოლვილის ნაირი ადამიანი ყოფილა და რაღაცა მნიშვნელოვანი კვალი დაუტოვებია. მე ყოველ შემთხვევაში აი ზუსტად ვიცი ყველა ასაკში ვინ იყო ასეთი ბჭყალებში ლტოლვილი ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც შეიძლება რაღაცა დისკი მომცა, მუსიკალური ბენდი, შეიძლება წიგნი მომცა, მაგრამ აი რაღაცაზე დამაფიქრა, რაღაც არეალი თვალსაწიერი გამიხსნა. და ზოგადადაც შეიძლება დავფიქრდეთ ამაზეც, რომ ძალიან საინტერესოა ხოლმე რა პრინციპით და რა შემთხვევით ჩნდებიან ამგვარი ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში. თითქოს ცოტა ხნით მოდიან ლტოლვილივით, რაღაცას მიგვახვედრებენ ხოლმე და შემდგომ ასევე ლტოლვილივით უხურავენ ქოც და გადიან ჩვენი ცხოვრებიდან და ჩვენც აღარ ვართ არასდროს ისეთი, როგორებიც ვიყავით მანამდე, სანამ ამ ადამიანებს შევხვდებოდით, ხო? აი ასეთი განსაკუთრებული როლი აქვს ლტოლვილს დომენიკოს ცხოვრებაში, რომ არა ლტოლვილი დომენიკო ვერასდროს გაიგებდა, რომ არსებობს ესეთი ლამაზი ქალაქი, ლამაზ ქალაქი, სადაც ლამაზი ქალები და ბავშვები ცხოვრობენ, ყვავილები აქვთ თმებში ჩამაგრებული, სადაც საღამოობით იკრიბებიან და ძალიან კარგ დროს ატარებენ, ოხუნჯობენ, მხიარულობენ და მოკლედ დომენიკოსაც ჩაესახება სულში თუ გულში აი ეს ახლის აღმოჩენის, როგორც თვითონ ბატონი გურამი უძახის, ახლის აღმოჩენის წრიალა სურვილიო, ხო? ყველა ადამიანს აქვსო ახლის აღმოჩენის წრიალა სურვილიო ის წერს და რას ნიშნავს წრიალა სურვილი? აი მასწავლებელი ჩემზე უფრო კარგად გაიგებს ახლა, რასაც გულისხმობ, ხო? აი განათლების ფსიქოლოგიის პერსპექტივიდან რომ შევხედოთ აი ამ წრიალა სურვილს, ეს არის პრინციპში ყველაზე მთავარი, რაც აი მასწავლებელმა განათლების სისტემამ უნდა გააკეთოს ბავშვისთვის, ხო? ჩვენ კი გვიწერია იგივე თუნდაც ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში და სხვადასხვა დოკუმენტებში სადღეგრძელოები, როგორ ადამიანს უზრდის განათლების სისტემა, მაგრამ ცოტა თუ აი რაღაცა შორი ხედიდან შევხედავთ ამ ყველაფერს, ჩვენ უნდა გავზარდოთ ადამიანები, რომლებსაც აქვთ აი ეს ახლის აღმოჩენის წრიალა სურვილი. რატომ? იმიტომ რომ აი ახლის აღმოჩენის სურვილი, როცა მე მაქვს, აი ეს ჭია ჩასახული სხეულში, რეალურად ეს რას აკეთებს, რომ მე საბოლოო ჯამში რაღაცა სფერო მაინტერესებს, ამ სფეროს პროფესიონალი ვხდები, თვითრეალიზებაც მაქვს, თვითეფექტურობაც მაქვს და თვითშეფასებაც უკვე მაღალი და მეტი რა არის საჭირო ადამიანისთვის, რომ ბედნიერად იგრძნოს თავი, ხო? და აი სწორედ აი ამ ახლის აღმოჩენის წრიალა სურვილს გარკვეული თვალსაზრისით მიენდობა დომენიკო და მოდით ჩვენც მივენდოთ და მასთან ერთად უკვე დავიწყოთ მოგზაურობა. ამრიგად პირველი ქალაქი, რომელშიაც ჩადის დომენიკო, ეს არის ლამაზ ქალაქი, ეს არის საიდანაც იწყება მისი ეს განვითარების ეპოპეა, ასე ვთქვათ, მოგზაურობა. ლამაზ ქალაქი ჩემთვის და ალბათ არა ვარ ამ შემთხვევაში გამონაკლისი არის ცალსახად ქართული ქალაქი. თუ მთლიანად რო ავიღოთ ახლა ეს ნაწარმოები, მე ხა ძალიან მწირი ჩემი სამკითხველო გამოცდილები და პრაქტიკით ყოველ შემთხვევაში რაც შემიძლია ვთქვა არის, რომ ძალიან ხშირად ნაწარმოები რო გვიჭირავს ხელში, თითქოს ქვეყანაც გასაგებია, ეპოქაც გასაგებია, ყველაფერი გასაგებია ამ ნაწარმოების ირგვლივ, მაგრამ აი სამოსელი პირველი აი ამ გაგებას არ გაძლევს თავიდანვე, ხო? ვერ ხვდები რა ქვეყანა თავისი ამ ლათინური სახელებით, რომელ სახელებზეც გურამმა არაჩვეულებრივად ისაუბრა თავის შეხვედრაში, ვერ იგებ რა ქალაქია, მაგრამ აი ლამაზ ქალაქში ცალსახად გაქვს განცდა, რომ არის თბილისი. ნუ, აი შეიძლება ქუთაისი ან ნუ აი ელენეს ხათრით თელავი და მეტი არაფერი. ჩემი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში ცალსახად ასეა, ხო? თბილისია, თავისი აი ამ რაღაცნაირი ქალებით, კაცებით, ურთიერთობებით, ცოტა ზედაპირული ურთიერთობებითაც, ცოტა დარდიმანდული ბუნებითაც, ხო? აი ძალიან კარგად ჩანს ქართულის ბუნება, ქართველის ბუნება ამ ნაწილში და აქ ჩემმა კოლეგამ ეხა გამახსენდა და ბარემ აქვე გაგიზიარებ, სხვათა შორის ძალიან საინტერესო კვლევა ჩაატარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დარდიმანდზე გამახსენდა კარგი დეტალი, ის იკვლევს, ვინ არის ქართველი.
როგორია ქართველი ერთი სიტყვით აი ამას იკვლევს და ბევრ სხვა ღირსეულ მარკერებთან ერთად ამოვიდა რომ ქართველი არის დარდიმანდი. აი ესეთი ბუნება აქვს რა ქართველს. ამითია ქართველი ერთი სიტყვის საოცრად მომხიბვლელიც, ალბათ ამეთანხმებით და სპეციფიური ბუნებაც ეს არის და სწორედ თითქოს აი ეს დარდიმანდული ბუნება ჩანს ძალიან კარგად ლამაზ ქალაქში იმ მაცხოვრებლების, რომლებსაც გვაცნობს ავტორი, ხო? თუმცა კარგ რაღაცებთან ერთად უარყოფით მხარეებზეც ამახვილებს ავტორი ყურადღებას, ხო? მაგალითად, ლამაზ ქალაქში ტყუილებსაც აქვს ადგილი. ლეოპოლდინო კი დადის და იძახის, რომ ღამის 3 საათია და ყველაფერი კარგად არისო, ღამის 4 საათია და ყველაფერი იდეალურად არისო, მაგრამ აი ამ ფრაზებს და აი ამ გამოძახილებს შორის შიგადაშიგ ისმის დახურული დარაბებიდან მტირალი ქალის ხმა. ამ თვითონ ლეოპოლდინოსო ესე წერს ავტორი, ხო, რომ პაკაპუკითო ღამის საათებშიო ჩაულიდაო გლახა ქალი და რასაკეთებს თვალს არიდებს, ხო? თითქოს არ ჩანს ის და მაინც გაიძახის ღამის 5 საათია და ყველაფერი იდეალურად არისო, ხო? ცოტა თითქოს ფარისევლობაზეც აკეთებს აქცენტს ავტორი, თუმცა ეს ადამიანობის ნაწილია, ხო? და სხვაგვარად წარმოუდგენელია. ერთი სიტყვით, ასეთია თუ ისეთი, გადასარევია ლამაზ ქალაქში ცხოვრება და აი ამ ფანტასტიკურ ქალაქში მოხდება დომენიკო და ძალიან მიყვარს ეს პირველი მომენტი, პირველი გაცნობა დომენიკოსთვის იქაურობის, ხო? დაღლილი ჩავა, თუ სწორად მახსოვს არტურო სახლში მიიყვანს და ოთახს აჩვენებს და წამოწვება დომენიკო და უცებ აქ აი საოცარი შფოთვა, თუ პანიკური შეტევა და ამბობს რომ აქ რა მინდა, აი ესე უცებ აფხიზლებს აი ეს განცდა, რომ აქ რა მინდა, ეს არ არის ჩემი, მე აქაურობას არ ვეკუთვნი, ხო? და აი ეს ჩემთვის პირადად, ჩემი ფსიქოტიპისთვის იყო არის ძალიან ნაცნობი. მე ხშირად მიწევს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა სამსახურეობრივად ცოტა ხნით და აი ჩასვლის წუთიდან ფეხს რომ ჩავდგავ ხოლმე, ასე ვთქვათ, სხვა ქვეყანაში თუ ქალაქში, აი ეს განცდა არ მტოვებს, რომ ეს არ არის ჩემი ადგილი. აქ არა ვარ მე, დროებით ვარ ძალიან. ჩემი ადგილი სადღაც სხვაგან არის, ჩემ შემთხვევაში საქართველოში და თბილისში და მეტი არსად და აი ეს განცდაც ეუფლება ძალიან. სხვა შორის Radiohead-ი მღერის ამაზე Creep ესეთი სიმღერაა და I don't belong here. მთელი მისი ტექსტი ამაზე აგებული, რომ აი ეს არ არის ის ადგილი, სადაც მე უნდა ვიყო. და დომენიკოსაც ეს განცდა ეუფლება, მაგრამ რა ხდება? მომენტალურად აიხედავს ზემოთ და ხედავს აი ამ ლაქას. მისთვის ძალიან ნაცნობს და მისთვის ძალიან დიდი სიმშვიდის მომგვრელს და აქვს განცდა, რომ არა, ვიღაცას ვუყვარვარ, ვიღაცა მიცავს და ესეც როგორი სწორად დაჭერილია რა, აი თუ გქონია და ნახე მე არ მეგულება აუდიტორიაც და ადამიანიც რომელსაც განსაცდელი არ გამოუვლია ცხოვრებაში, ხო, თუმცა ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ განსაცდელის ჟამს, რასაც ყველაზე მეტად ვეპოტინებით და ყველაზე მეტად ვჭიდებთ ხელს, ხო? აი ეს არის სწორედ, რომ განსაცდელშია დომენიკო, მისთვის სრულიად უცხო გარემოშია, მაგრამ აი ეს განცდა მაინც აქვს, რომ ვიღაცა ყავს მას. ღმერთია ამ შემთხვევაში მისთვის და ალბათ უმეტესობისთვისაც, ხო? აი ეს პატარა დეტალიც რომ გაიაზრებს, რომ აუარება ფულით თუ დრახკანებით არის ჩასული და წარმოიდგენს, როგორ შეიძლება, რომ აი ამავე ღამეს შემოვიდნენ არტუროს სახლში და დააყაჩაღონ და ცემონ მინიმუმ, ხო? მაგრამ არა, იმავე წუთს აი ეს ლაქა მას ისევ აძლევს დამშვიდების საშუალებას და ამბობს, რომ არა, მე ვიღაცას უყვარვარ, მე ვიღაცა მიცავს. აი ეს განცდა, როგორი ადამიანურია, როგორი თან პატარები ვართ ჩვენ ადამიანები, ამას გვაჩვენებს ამით ავტორი, მაგრამ თან რომ აი ეს უდიდესი რაღაცა მფარველობა გვაქვს, მაშინ როცა გვწამს. ესეც უნდა ვთქვათ, ხო? უნდა გვწამდეს, რომ ჩვენ გვფარველობს ღმერთი. ან ვისაც რისი გვწამს, ახლა რა ვიცი, მე ჩემთავის უთქვამთ პაციენტებს მაგალითად, რომ სუიციდური იდეაციები როცა მაქვს, მივყვები ამ ფიქრებს და ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და რთულია და უცებ მახსენდება ჩემი შვილის სახე. და ვხვდები, რომ როგორ შეიძლება ამ ყველაფერზე ვიფიქრო, როცა მე ესეთი პატარა მყავს. მისთვის ეს ლაქა ალბათ არის სწორედ მისი შვილის სახე, ხო? ვინ რას ჩავდებთ, ასე ვთქვათ, ეს ჩვენი გადასაწყვეტია. მაგრამ თვითონ აი ეს დეტალი ძალიან კარგად არის დაჭერილი და უკვე, მიეჩვევა დომენიკო ციქაურობას და ასპარეზზე შემოდის პირველი ქალი პერსონაჟი. მე და გურამა თავის დროზე რო ვისაუბრეთ, მე მაშინ მივეცი პირობა დავდე, რომ ქალ პერსონაჟებზე ვისაუბრებდი მხოლოდ, მაგრამ მე შევუთანხმდი, რომ ენანება მეთქე მხოლოდ ქალები არ იძლევა წარმოჩენას, როგორი დიადია ეს ნაწარმოები და მხოლოდ ქალებზე რო არ ვილაპარაკო, თუ შეიძლება თქო და დამეთანხმა, რომ კარგიო და თუმცა შიგადაშიგ რა თქმა უნდა ქალებზე გავამახვილებთ ყურადღებას. პირველი ქალი, რომელიც შემოდის ფურცლებზე და შემოდის მთელი თავისი შარმით და ქალურობით, ეს არის ტერეზა, ხო? ტერეზა არ არის გლახა ქალი, ტერეზა ძალიან ისეთი მაღალი წარმოდგენაც აქვს საკუთარ თავზე და ძალიან
ქედმაღალია და კარგი ქალია, რომელიც როგორც დოჩანაშვილი წერს, თავით ფეხამდე ქალიაო, ხო, აი ტანსაცმელიც რაც ეცვაო, ქალურობით იყო გაჟღენთილიო და თუ გახსოვთ, ცილიოს ერთხელ თვალი ჩაუკრა ცილიომ და ცილიოს ნაჭდევი აქვს აქაო, იმიტომ რომ გაბრაზდაო, რას ქვია, თვალი ჩამიკრაო და მოკლედ რაღაცა ჭიქა თუ რაღაცა შეანარცხა სახეზე, ხო? თავისებური ქალია, ქალი, რომელიც იხიბლება დომენიკოთი. დომენიკო რომ მოიხიბლებოდა აი ამ ნამდვილი ქალით, როგორც დოჩანაშვილი ამბობს, ეს არ არის გასაკვირი, ხო? მაგრამ რატომ იხიბლება ტერეზა? ტერეზა, რომელსაც შეეძლო, რომ ნებისმიერი კაცი ლამაზ ქალაქში მცხოვრები, გავლენიანი, შეძლებული, თავის ასაკის, ყველანაირი მომხიბვლელობით დახუნძლული ყოფილიყო მის გვერდით. დომენიკოს ირჩევს ის. რატომ? ასეთი ცალსახაპასუხი არ არის, მაგრამ ჩემთვის, როგორც ქალი მკითხველისთვის, შესაძლოა დავინახე ის, რომ შესაძლოა, იმიტომ რომ ტერეზა დომენიკოში ხედავს ნამდვილ გულწრფელ ადამიანს. გულწრფელ გრძნობებს ხედავს დომენიკოში, ჯერ რომ არც ერთი, ასე ვთქვათ, რაღაცა სოციალური ნიღაბი არ მოურგია ამ ადამიანს. ხო, აი ძალიან სათუთია თვითონ დომენიკო და აი ამ სწორედ ნამდვილი ადამიანით იხიბლება ტერეზა და ნუ იწყება მათი ეს სასიყვარულო თავგადასავალი. მე მაინც სასიყვარულოს ვარქმევ, იმიტომ რომ ისეთი ოსტატობით, როგორადაც ეს სიყვარულია აღწერილი, მე მხოლოდ ვნებად ვერ აღვიქვა, ასე ვთქვათ, რა ვიცი, ეს ჩემი სუბიექტური აზრია და მომიტევეთ თუ ასე არ არის. თუმცა სანამ მათ უშუალო ურთიერთობაზე გადავალთ, მანამდე თვითონ აი ქალი როგორ არის დანახული ამ ნაწარმოებში, ამაზეც საინტერესო იქნება ყურადღების გამახვილება, ხო? თუ გახსოვთ, დუილიოს თხოვენ, რომ მოდიო აგვიღწერეო, როგორიაო კარგი ქალიო და დუილიო ამბობს, რომ კარგ ქალს უნდა კონდესო კარგი ხასიათი, კარგი ტანფეხი და სახეო და რაღაცაერად ეცოტავებათ, არა? და ამბობენ, რომ რა არის, რაღა ახლა მოგინდაო სიმარტივეო და აქ უკვე სცენაზე შემოდის ვინ? ალექსანდრო, რომელიც ამბობს, რომ ნამდვილი ქალი ფეხაკნეფით უნდა დადიოდეს, როგორც მდევარი, როგორც დევნილი, როცა მოვაო, ჩუმად რო არის, მაშინაც რაღაცას უნდა გეუბნებოდესო და ზურგით რო დგასო, მაშინაც რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალიო. ხო, სწორედ ასეთია ტერეზა, ესეა დახატული ტერეზა. ახლა როგორ ესმის. ტერეზა და ირმა, ესე უნდა მეთქვა? კარგი. როგორ არის წარმოჩენილი დომენიკოს და დახატული თუ დაწერილი დომენიკოს და ტერეზას პირველი ფიზიკური სიახლოვე. მე სიმართლე გითხრათ, ისევ ჩემი რაღაცა ძალიან შემოსაზღვრული სამკითხველო გამოცდილებით, მკითხველის გამოცდილებით, არ მეგულება მსგავსი ფანტასტიურად დაწერილი ეროტიული ტექსტი, როგორადაც ამ ორი ადამიანის ფიზიკური სიახლოვეა აღწერილი. კი, რაღაც თქვათ, კონსტანტინე გამსახურდია შეიძლება კონდეს, გურამ რჩეულიშვილს აქვს სხვათა შორის კარგად ძალიან ერთი მოთხრობა აღარ მახსოვს ახლა რა ქვია, მაგრამ იქ არის ლილი ქვია ქალს და იქ არის კი სასიყვარულო სცენა აღწერილი, მაგრამ ასეთი ეროტიკული თან სულიერებით რაღაცა ამაღლებული ეროტიზმი, როგორიც არის აი ამ ნაწილში აღწერილი, მე არც ერთი სხვა ქართული წიგნი არ მეგულება. თანამედროვე ქართულ მწერლებს აქვთ ეს დაწერილი, მაგრამ მომიტევეთ, მაგრამ უმეტესად მაინც მაქვს ხოლმე განცდა, რომ ცოტა ეპატაჟია და იმიტომ წერენ და არა მართლა იმიტომ, რომ აღწერონ ის, რასაც აღწერს და როგორადაც აღწერს მათ სიყვარულს და მათ ურთიერთობას, სუფთად ფიზიკურ სხეულებრივ ურთიერთობას დოჩანაშვილი. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, როცა მათ ურთიერთობას განვიხილავთ, არის თუ გახსოვთ ლამაზ ქალაქის ბოლოსკენ უკვე მეორე თავის ბოლოს ხდება, თუ სწორად მახსოვს მოქმედება, დომენიკო ეუბნება ტერეზას, რომ ცოლად გამომყვები, იმიტომ რომ აღფრთოვანებულია, გადარეულია ამ ქალით და რას პასუხობს ტერეზა? გაგიჟდი, გინდა ერთმანეთი დავკარგოთ ბიჭო. რატო ეუბნება ამას არ ვიცი. იმიტომ ხომ არა, რომ თქვათ ავტორი ამით მიგვანიშნებს, რომ ქორწინება აუფერულებს აი ამ დიდ ვნებას და აი ამ დიდ იმ გრძნობას, რომელი გრძნობითაც ტერეზა და დომენიკო იყვნენ დაკავშირებული. ნუ ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ დომენიკოს აი ეს დიდი გრძნობა ეწვია, რა გრძნობაც მან განიცადა ტერეზასთან, თუმცა აქ საინტერესო მაინც ერთი დეტალია. მიუხედავად იმისა, რომ დომენიკო თითქოს უკვე ლამაზ ქალაქში მეგობრებიც ყავს, ახლო ეძახიან, ხან მამი და არიადნასთან არის სახლში და ხან რაღაცა ისეთია, გათქვეფილია მოკლედ ამ საზოგადოებაში და თან ყველაზე ნამდვილი ქალი ჰყავს გვერდით, მაინც მარტოა.
მაინც მარტოა და მაინც ვერ ხდება ლამაზ ქალაქელი. ალბათ იმიტომ ვერ ხდება, რომ ჯერ კიდევ თავისი განვითარების ძალიან გრძელი გზა აქვს წინ და არ დაუმთავრებია. მან კიდევ ბევრჯერ უნდა რაღაცა ახალი შეიმეცნოს, ბევრი ტკივილი უნდა განიცადოს, რომ საბოლოო ჯამში, აი მე უკვე რო ეუბნება ალექსანდრო, რომ აპატიეო დომენიკო, მაგრამ შენო ჯერო ცომი ხარო და შენო დიდი ხანს დაგზელენო და აი თუ რაღაცებს მიხვდებიო და კანუდოს მიაღწევო, იქ შეიძლება გამოცხვეო, ხო? არ გამომცხვარა ჯერ დომენიკო და ამიტომ მაინც აქვს ეს განცდა, უხერხულობის განცდა, რომ არ არის იქაური და იქაც რა ხდება, აი იმ მომენტში, როცა ამას გრძნობს, ახალი წლის ღამეა, თუ სწორად მახსოვს და მამი და არიადნასთან არიან შეკრებილები ეს საზოგადოება და კარგ დროს ატარებენ, ეს ტერეზასთან არის და ტერეზა ეუბნება, რომ ცოტა ხანი მამასთან გავალო და სულ მარტო რჩება ახალი წლის ღამეს და მარტოობის განცდა აქვს, სევდა აქვს, მაგრამ ისევ მხარზე გრძნობს აი ამ ძიმე, მისთვის ნაცნობ ხელს, ნიშნად იმისა, რომ ვიღაცას უყვარს და მარტო არ არის და აი ეს განცდა პრინციპში მთელი აი ამ ლამაზ ქალაქში ყოფნის განმავლობაში გასდევს, ხო? ჩვენ რადგან ვახსენეთ ალექსანდროს პერსონაჟის ირგვლივ საუბრის გარეშე ვერ გავაგრძელებთ გზას და ლამაზ ქალაქიდან ვერ წავალთ კამორაში, ხო? ალექსანდრო არის ლტოლვილის მერე ალბათ დომენიკოს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ხო? ძალიან საგულისხმოა მისი საჯარო საუბრები. ძალიან ქრისტიანია ალექსანდრო, ხო? რომელიც რას ეუბნება ადამიანებს, რომ მაშინ იქნება ჩვენი ცხოვრება უკეთესი, ჩვენს სულში გაიფურჩქნება სიყვარულის მცენარეო. საინტერესოა ერთი დეტალი, რომ სიყვარულის მცენარე ორქიდეა კი არ არის თავისთავად ძალიან ლამაზი და უბრალოდ გასაფრთხილებელი, არც ვარდი. კაქტუსია. ცოტა ეკლიანი, ცოტა რაღაცნაირი სახასიათო შესახედაობის, მაგრამ სიყვარულის ყვავილი არის კაქტუსის ყვავილი და ესეც ალბათ რაღაცაზე მიგვანიშნებს, ხო? მე სრულიად ზღაპრულია და ბევრის მთქმელი ძალიან ზღაპარი ბალახისფერ კაცზე, რომელიც ალბათ ზეპირად ვიცით ყველამ, ვისაც გვიყვარს ეს ნაწარმოები, რატომ? იმიტომ რომ ეს არის ზღაპარი პატიოსან კაცად ყოფნის დარდზე და პატიოსნებაზე. რატომ? იმიტომ რომ ბალახისფერ კაცს თუ გახსოვთ, არ შეუძლია თქვას ის, რასაც არ ფიქრობს. რასაც ფიქრობს, იმას ამბობს. რასაც ფიქრობს, იმას ამბობს და ამიტომ ისჯება და აძევებენ, მაგრამ მას თავისი ფუძის გარეშეც არ შეუძლია ყოფნა, ხო? ჩვენ ძალიან ბევრი ვიცით ჩვენს ისტორიაში სამაგალითო დიდი ქართველები, რომლებსაც სწორედ ესე დევნიდნენ, ხან ფსიქიატრიული აშინებდნენ, ხან ავიცი დახვრეტით, მაგრამ ისინი მაინც რჩებოდნენ საქართველოში, იმიტომ რომ სხვაგვარად არ შეეძლოთ, იმიტომ რომ მათი პატიოსნება და მათი პატრიოტიზმი ამას სხვაგვარად არ შეეძლოთ, რომ გაეკეთებინათ და სწორედ ბალახისფერი კაციც ასეთია, ვერ მიდის, შეიღებავს ტანს ბალახისფრად და მიდის პრაქტიკულად თვითმკვლელობაზე მიდის, ხო? აღმოაჩენენ, რა თქმა უნდა, მოკლავენ, მაგრამ თავარი აქ რა არის? სადაც მას მოკლავენ, ამოვა მარადმწვანე ხე, ხო? მარადმწვანე ფიჭვი. ცოტა რო ასე ვთქვათ ეს ალეგორია გავიაზროთ, რას გვეუბნება. მე ყოველ შემთხვევაში ეს განცდა მაქვს, რომ მე გვეუბნება, რომ პატიოსან კაცს იმ მომენტში შეიძლება გავეშებული საზოგადოება მოექცეს ცუდად, მაგრამ თუ ის პატიოსნების ერთგული დარჩება, აუცილებლად დატოვებს ამგვარ მარადმწვანე კვალს, რომელიც შემდგომ არის მართლა რაღაცა გამკვალავი გზის მომავალი თაობების, ხო? და აი ამ თვალსაზრისით ეს ზღაპარი ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი და ძალიან ახლობელი. ახლა ისევ ქალების როლს რომ დავუბრუნდეთ, იმიტომ რომ ქალები პრინციპში ლამაზ ქალაქში არიან და ჩვენ უნდა დავტოვოთ მალე ლამაზ ქალაქი და გადავინაცვლოთ კამორაში. ლამაზ ქალაქში არიან კონჩეტინა, მამი და არიადნა და პატრიცია. ცხადია, ანა მარიაც, ოღონდ ანა მარია ცოტა მოგვიანებით შევეხებით. კონჩეტინა როგორი ქალია? გონია რომ ყველას ის უყვარს, ხო? ანტონიონსაც ვუყვარვარ, ვინსენტსაც ვუყვარვარ, დომენიკოსაც ვუყვარვარ იძახის. ცოტა ის მიგვანიშნებს ახლა თუ ფსიქოლოგიური ჭრილში უნდა განვიხილოთ და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ, ცოტა ნარცისულ პერსონოლოგიაზე მიგვანიშნებს, ხო? შიგნით თითქოს ღერძი არ აქვს მყარი, რაზეც დგას და სულ გარეთ ეძებს დასაყრდენს და ამ ჟანრის კლასიკაა, რომ ასეთი ადამიანი როგორც წესი ირჩევს გვერდით მყოფს, ირჩევს პარტნიორს თუ რაღაცა საყვარელ ადამიანს თუ მეუღლეს, სრულიად ასე ვთქვათ მისთვის შეუფერებელს და მართლაც ის კუმეოს ირჩევს, ხო? და თუ გახსოვთ კუმეოს აი იუმორისტული არ არის ეს ტექსტი ცალსახად, ხო? მაგრამ აი ეს ნაწილი ძალიან სასაცილოა, ბევრჯერ გამეცინა, რამდენჯერაც არ წავიკითხე, ქორწილში როგორ იქცევა ის, ხო? ჯერ რო ქონიან ხელებსო ტანსაცმელზე ისვამდაო, მერეო იდაყვსო, თაფლში ჩაკრავსო, ეს თაფლი რომ მოეცილებინაო,
რაღაცა ფქვილს წაისვამსო და ბოლოს ჩვეულების სამებრო რასაკეთებს მჟავე კითს და პომიდორს იდებს გულის ჯიბეში, საიდანაც გამოჟონავს ეს მჟავე წვენი იმ მიხაკთან, რომელიც აქვს მიკრული, ხო, რაღაცა გასაზიზღრებულია სრულიად ეს კაცი და ბოლოს რა ხდება, მამი და არიადნასაც აღმოხდება, რომ ხოი განგებავ ეს უპირუტყვესთაგანი რატომ უნდა გახდეს ჩვენი ოჯახის წევრიო და მთავრდება კიდეც ქორწილი, ხო? ძალიან სახასიათო შტრიხია. ახლა რადგან მამი და არიადნა ვახსენეთ, ესეც უნდა ვთქვათ, ხო, რომ საოცარი ქალია, რაღაცნაირი მომხიბვლელი, მაგრამ თითქოს ცოტა უფრო წარსულში ცხოვრობს, იმიტომ რომ მისი საყვარელი მეუღლე ვასკო არავის არ გავდა, თუ ყველა ამბობდა დიახ, ვასკო ამბობდა არას და მოკლედ ამით თითქოს მამი და არიადნაც თავის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს, ხო? მას ყავდა ისეთი მეუღლე, რომელიც უბრალოდ არავის არ გავდა მთელს მსოფლიოში. და პატრიცია კიდე, სასაცილო ქალი, მრავლის მნახველი, კი ბატონო. და პატრიცია, რომელიც ცუდად გათხოვდა თავის დროზე და აი ამ წარსულშია ისიც რაღაც გარკვეული თვალსაზრისით ჩარჩენილი და ვერ გამოდის ერთი სიტყვით აი ამ რაღაცა მსხვერპლის როლიდან, ხო? ნუ რო არ გავაგრძელოთ საუბარი, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ადამიანების და ჩვეულებრივი ქალების რაღაცა დარდებია და ორომტრიალი და აი აქ უკვე შემოდის სცენაზე ვინ? ქალი, რომელიც შველს გავდა, ქალი, რომელიც აი ამ თეთრი კაბით ჩაივლის და დომენიკოსაც აღარ აქვს მოსვენება, აღარ ახსოვს ვინ ელაპარაკება, ვის ელაპარაკება, რაზე ელაპარაკობს, ყველაფერი ავიწყდება და მარტო ერთი ფიქრით არის მოცული, ფიქრით ანა მარიაზე და ბოლოს ერთად არიანო შეკრებილების საზოგადოება და ანა მარიას მოხვევსო მუხლებზე ხელსო და დაიყვირებს ეს ქალი მიყვარს და ანა მარია რასაკეთებს მხარზე ადებს ხელს და მოკლედ იწყება მათი აი ეს უაღრესად სასიყვარულო ურთიერთობა. მე როცა 60-ელი პირველი წავიკითხე, როგორც თქვი, ვიყავი თინეიჯერი და მაშინ მეგონა რომ ეს წიგნი იყო ცალსახად სიყვარულზე. დედამიწას სიყვარული ატრიალებს დომენიკო, ესეც იყო ჩვენი ყველაზე საყვარელი ფრაზა და მეგონა რომ აი რო ეკითხათ ეხა მაშინ როგორი შეყვარებული გინდა თინეიჯერს ყავდეს, მე ვეტყოდი რომ აი დომენიკოს ნაირი, ისეთი როგორიც არის დომენიკო და ისე უნდა ვუყვარდე როგორც უყვარს დომენიკოს ანა მარია. ხო აი ანა მარიას ყურება სიამოვნებდაო, რომ უყურებდა იღიმოდა, მის გვერდით იჯდა და სიყვარულით დაბუჟებული ხელებითო თმას უვარცხნიდაო. შემდეგ შემოეხვეოდა და გაიტრუნებოდა. ამაზე წრფელი და ამაზე ფანტასტიკურად აღწერილი სიყვარული ცოტა მეგულება. ანა მარიას უყვარდა მუსიკა და ცოტა ეჭვიანობდა დომენიკო მუსიკაზე, ხო? და თითქოს ეხა ჩემთვის ამით ავტორი გვაჩვევს, რომ ანა მარია არ არის ძალიან მიწიერი ადამიანი. სადღაც ცოტა სხვაგან არის, ხო? თითქოს მივყავართ აი იმ დასასრულისკენ, საითკენაც წავა რეალურად მათი ცხოვრება და სწორედ აქ უკვე აქტიურდება პერსონაჟი უგო, რომელიც აი ამ ძალიან დიდ ტრაგედიას დაატრიალებს, ხო? სადაც შეგვიძლია მარკესთანაც პარალელის გავლება, რომელიც არის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, ხო? რასაკეთებს ეს უგო? უგო თამაშობს დანებით, მართალია ხის დანებია, მაგრამ ემუქრება ადამიანებს, ხო? გამოგჭრი ყელს და რაღაცა ცუდ რაღაცებს ეუბნება, მაგრამ არავინ სერიოზულად არ აღიქვამს. თუმცა, როგორც აი სტანისლავსკი ამბობდა, რომ თუ პირველ მოქმედებაში სპექტაკლისო თოფი კიდიაო, რეკვიზიტად ეს თოფი აუცილებლად გაისვრისო, რა თქმა უნდა, უგოც პოულობს ნამდვილ დანას, ერთხელაც ნაცვლად ხისდანისა და ყველაზე სანუკვარს, ყველაზე გამორჩეულს ანა მარიას გამოასალმებს სიცოცხლეს. ამით ერთგვარად დომენიკოს სიცოცხლეც მთავრდება, მას ყოველ შემთხვევაში ასე გონია და სწორედ სიკვდილის საძიებლად მიდის კამორაში. ახლა როგორია კამორა? კამორა არის ჩემი გადმოსახედიდან აი ძალიან სტანდარტული ავტორიტარული რეჟიმის სივრცე და ადგილი, ხო? კამორაში არის კორუფცია. ყველაფერი მარშალთან და პოლკოვნიკთან მიდის ფული. თან რითი ამართლებენ ამას კამორელები, რომ სამართლიანი რომ იყოსო და კარგად მართოს ჩვენი ქვეყანაო, ბევრი ფული უნდა ჰქონდესო, ხო? კამორაში ძალიან პირფერი ადამიანები ცხოვრობენ. თუ სწორად მახსოვს, ერთი ესეთი დეტალია, კაცი მიიყვანს პოლკოვნიკთან ცოლს, თვალახველს, რომ მუცელი ეძრაო. იყო ძველად ასეთი წარმოდგენა, მეც კი მითხრეს სხვათა შორის 15 წლის წინ, რომ ვიყავი ფეხმძიმედ ჩემს პირველ შვილზე, რომ აი მუცელშიო რომ უკვე რომ იგრძნობ დედა რა, რომ ინძრება, ვისაც შეხედავო, იმას დაემსგავსებაო და თვალახვეული მიყავთ ეს ქალი, რომ ვის დაემსგავსება თქვენზე უკეთესო ეუბნება პოლკოვნიკს და მოგვიანებით ირკვევა, რომ ეს ქალი ფეხმძიმედაც არ არის, ხო? აი ამ მასშტაბის უკვე მართლა სახის დაკარგვაა ადამიანობის. კამორაში მთავარი ერთმანეთის დაბეზღება
გრანდ ჰალესაც ეშინია გრანდისიმო ჰალესთან დაბეზღების რაღაცა პარალელებით შეგვიძლია ამასობაში გავავალოთ, ხო, ავტორიტარული რეჟიმი, ასე ვთქვათ, უნივერსალურია ალბათ ყველგან და ყოველთვის. პროპაგანდას მუსიკის იარაღად მუსიკას იყენებენ პროპაგანდის იარაღად, რა თვალსაზრისით, რომ როცა კი ვთქვათ, ვიღაცას სცემენ, მაშინ უკრავენ მუსიკას, ხო? განსაკუთრებით საშიში კამორელები, ჟაგუნსოები ყავთ გამომწყდეული და მხოლოდ მაშინ უშვებენ ქალაქში, როცა დასასჯელები არიან კამორელები. ესეც როგორი რაღაცა ნიშანდობლივია რა. გამოშვება ესე რაღაცა გავეშებული ადამიანების. და ასევე უნდა გავიხსენოთ ალბათ კაეტანო, რომელიც იძახის, რომ ღამის 3 საათია და ყველაფერი გენიალურად არისო. ლამაზ ქალაქში მართლაც ასე თუ ისე ყველაფერი კარგად იყო და გენიალურად არისო, ლეოპოლდინო ვერ ამბობდა იქაც, ხო, მაქსიმუმ იდეალურად არისო, შიგადაშიგ იძახდა, დანარჩენი ამბობდა ყველაფერი კარგად არისო. აქ მაშინ როცა ცალსახად ყველაფერი ცუდად არის, ღამე დადის კაეტანო და იძახის ყველაფერი გენიალურად არისო. ერთი სიტყვით, უფროსის ბრმა ერთგულება, დაშინებით მართვა. აი ეს ყველაფერია ძალიან ცხადად წარმოჩენილი და რა თქმა უნდა ჩვენ გზავრსაც ძალიან უჭირს. ძალიან გაუჭირდება დომენიკოს იქ. ბევრჯერ არის სამიზნე წვრილი დანების, თვითონ ათხრევინებენ საკუთარ საფლავს და ასე შემდეგ და ერთი დეტალია, რომელიც ჩემთვის იყო ძალიან ემოციური, სხვათა შორის ახლა რო წავიკითხე, თავის დროზე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მინდა გაგახსენოთ, დომენიკოს ერთ დილასაც მოუნდება რძე და ეუნება ექიმი რო ჩადიო და იყიდეო რძეო, ხო? ხა რძე სადღაც მეტაფორულად არის ბავშვობაში დაბრუნება, ხო? ბავშვობაში სადაც უსაფრთხოდ კარგად გძნობდი თავს და ჩადის დომენიკო დგება რიგში, რიგშიც ქალი დგას მის უკან და ეს ქალი მის რაღაცა მამაკაცურ ვნებებს კი არ აღძრავს, დედობრივ მზრუნველობას გაახსენებს რაღაცნაირად ეს ქალის არსებობა მის გარემოში და იღებს რძეს, მოიყუდებს სვამს და რა ხდება? იწამლება, ცუდად ვერ ირგებს, ცუდად ხდება. და შესაძლოა ამით ავტორს უნდა სწორედ იმის ჩვენება, რომ შეუძლებელია დატყვევებულ ადამიანს, შეშინებულ ადამიანს, რეჟიმში მცხოვრებ და ამ არწუხებში მოქცეულ ადამიანს რაიმე მოუტანოს შვება და დომენიკოც ვერ ირგებს რძეს, რომელიც ახლა პრინციპში ყველაზე ესე ვთქვათ მარტივი რამ არის ხო ადამიანისთვის და მისაღებად. რეჟიმის სახეს რეალურად დეტალებში გვაჩვენებს დომენიკო და მინდა გაგახსენოთ ორი მწყემსის ამბავი, მაშინ როცა კანუდოსელები წამოვლენ სერტანადან, იქ რჩება, ანუ კამორელების ერთგული რჩება ორი მწყემსი. და კამორელები რომ ჩავლენ და აღმოაჩენენ რომ კანუდოსში წავიდნენ ნაწილი, რას აკეთებენ? კლავენ ამ ორ მწყემსს. და მე ეკითხებიან რომ რატომ მოკალითო, ხო თქვენ მხარეს იყვნენო და რა ვიცით ისეო. აი ეს არის მათი პასუხი, ხო? აი თავისიანსაც რო სწირავენ და უკვე მართლა ადამიანობის სახეს რო კარგავენ, ამაზეა საუბარი, ხო? მე კამორაში მდიდარი ადამიანები კიდევ უფრო მდიდრდებიან, ღარიბები კიდევ უფრო ღარიბდებიან და ტუგოს ამბავიც მინდა გაგახსენოთ, რატომღაც გადაწყვეტილია რომ არ შეიძლება ჰყავდეთ ქათმები. ქათმების მოშენება აქვთ აკრძალული და ტუგო მოაშენებს და ერთი-ორი ქათამი დაუდიოდაო ეზოშიო, როცა შემოწმებაზე მოვლენ ეს კამორელები, ვერცხლისფერ ბზინვარებაში გამოწყობილი, მოწყებილი კამორელების წინაშე წარდგება ეს ჩამობრენძილი ტუგო, რომლის ქათმებსაც რა თქმა უნდა მის თვალწინ გამოჭრიან ყელს და ტუგოს საკუთარი დანით ჭრიან ყურს. და აი მისი თანასოფლელები გაჩუმებულებით განან და ამ ყველაფერს უყურებენ და მე ტუგო რას ამბობს? ფანტასტიურ რაღაცას ამბობს, ხო, რომ მე ვიცოდიო რომ დამსჯიდნენო, მე იქ მოვკვდიო, მე აღარ გამიგრძელებია პრაქტიკულად ცხოვრება, მაგრამ აი ამ უზომო დამცირებითო, მაგრამ მე მინდოდა რომ ყველანი საბოლოოდ დამერწმუნებინეთ ვისთან გქონდა საქმე, ხო? და მართლაც ესეა, რაღაც ეტაპამდე ვდგავართ ადამიანები, ადამიანური ბუნებაა ესეთი, ყურმოჭრილი მონებივით, მაგრამ რაღაც ეტაპის მერე უნდა ესმოდეთ რომ აღარ დგას ადამიანი ყურმოჭრილი მონასავით და იწყებს სწორედ დაუოკებელ ბრძოლას თავისუფლებისთვის. რა ბრძოლაც წარუმატებელია, თავშივე და შინაარსშივე განწირულია სამოსელი პირველის მაგალითზე, თუმცა ესე გადაჭრითაც ვერ ვიტყოდი მე, ეს მოსაზრება ბევრისგან მომისმენია სხვათა შორის, მაგრამ ჩემთვის პირადად იქიდან გამომდინარე, რომ ცოლ-შვილი წავიდნენ და სხვაგან დაიწყეს, განარიდეს, ხო? ზემორეირა ხო გაიყვანს შვილებს სადღაც სამშვიდობო
და მერე ბრუნდება. ჩემთვის ეს ამბავი, რომ ეს ბავშვები უკვე სხვაგან არიან, ცალსახად ნიშნავს იმას, რომ მათი ბრძოლა, კანუდოსელების ბრძოლა თავისუფლებისთვის ღირდა მიუხედავად იმისა, რომ ყველა იხოცებიან, ხო? და ამრიგად, როცა უკვე საუბრობთ ამაზე, რომ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლება ადამიანის ცხოვრებაში, უკვე შემოდის ეს დიდი ხუთი კანუდოსელი, რომელი ერთი ვთქვათ, აქ გავიხსენო და რომელ ერთზე გავამახვილო ყურადღება რთული სათქმელია, იმდენად საოცარია ხუთივე პერსონაჟი, ხო? როგორებიც არიან მოხუცი სანტოსი, ჟოაო აბადო, მანუელო კოსტა, ზემორეირა და დონ დიეგო. თუმცა ალბათ ხრობა მაინც ზემორეირათი უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ ესეთი ფანტასტიურად თან ვაჟკაცური, თან მამაცი, თან ჩუმი, თან მორიდებული კაცი, როგორიც არის ზემორეირა, ცოტაა ნამდვილად აღწერილი ლიტერატურაში და რასაკეთებს ეს დიდი მხარბეჭიანი კაცი იკუნტება და ერთი მუჭა ხდება, როცა თავის მძინარე ცოლ-შვილს უყურებს, იმ ცოლ-შვილს, რომლებიც არ არიან თავისუფლები და აი ეს განცდით ცხოვრობს, ხო, რომ მისი შვილი არ არის თავისუფალი. ჩვენ გვინდა ჩვენი შვილები გავზარდოთ თავისუფლებაში და ამ ხრივაც სადღაც აი თანამედროვეობასთან აქვს ძალიან პარალელის გავლება შესაძლებელია. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისუფლებაზეც არის ეს წიგნი. აი ბავშვობაში რომ წავიკითხეთ, ხო, რო გითხარით და რომ მეგონა რომ სიყვარულზეა ეს წიგნი, მოგვიანებით რომ წავიკითხე დაახლოებით ერთი 30 წლის ასაკში, მაშინ მოვიდა პირველად ეს განცდა ჩემთან, რომ სიყვარულზე არ არის, ეს არის თავისუფლებაზე. თავისუფლების ოდა გარკვეული თვალსაზრისით და აი მართლაც თავისუფლების როგორ არის აღწერილი, ხო? თავისუფლების ყვავილიო უნდა გაიფუჩქნოსო, იგივე სულის ყვავილიო თითოეული ადამიანის ცხოვრებაშიო და სწორედ აქედან გამომდინარე ამ თვალსაზრისით თითოეული დიდი კანუდოსელის ცხოვრება არის ძალიან საინტერესო გასააზრებლად. თუმცა მე მაინც გამოვყოფდი მოხუც სანტოს, რადგან ეხლა ჩვენ უსასრულო დრო არ აქვს და რაღაცა უნდა მოვაქციო გარკვეულ ფორმატში, იმიტომ რომ შემდეგ უკვე თქვენი მოსაზრებები ჩემთვის კიდევ უფრო ძვირფასია მოსასმენად. ზემორეირას შემდეგ ყურადღებას გავამახვილებ მოხუც სანტოსზე და რატომ? ჩემთვის მოხუცი სანტოსი ყველაზე ნიშნულოვანი ნაწილია ამ ხუთივე დიდი კანუდოსელის თვალსაზრისით, იმიტომ რომ გახსოვთ ალბათ ხო, რომ მოხუცი სანტოსი ცხოვრობს შურისძიებით. და ისეა აღწერილი ეს ამბავი მისი, რომ კამორელები მოუკლავენ მას შვილსა და მეუღლეს, ხო? უბრალოდ შვილი მოკვდება და შვილზე დარდით მისი მეუღლეც გარდაიცვლება, რომ მოხუცი სანტოსი არის მოცული აი ამ განცდით, რომ შური უნდა იძიოს. და შენც მკითხველიც ხდები აი ამ შურისძიების, ასე ვთქვათ, მომლოდინე, ხო? მე მახსოვს ჩემი განცდა, როგორ ველოდებოდი, რომ აი აბა ეხლა იძიებს შურს თუ არა და განცდა იმისიც მქონდა, რომ ძალიან სისხლიანი უნდა ყოფილიყო ეს შურისძიება. და აი აქ უცებ გაჩვენებს ეს დიდი გენიალური ავტორი ამ თავარს, რომ როგორი მიწიერი ვნებით ხარ ადამიანი სავსე, როგორი პატარა ხარ რეალურად მკითხველი, იმიტომ რომ მოხუცი სანტოსი ყველაზე დიდი ქრისტიანივით იქცევა, ხო? გაუშვებს. მასზე არ გაიმარჯვა შურისძიების აი ამ ძალიან დაბალმა ვნებამ, რომელ ვნებითაც შენ მკითხველი ხარ მოცული და ეს უნდა მე უნდა ვაღიარო. არ ვიცი, მე პირველ პირში ვილაპარაკებ, იმიტომ რომ დიახ. ფანტასტიკური. აი, არ ვიცი მართლაც ხო, აი როგორ შეიძლება რომ ამ ყველაფერს რომ იაზრებ, ამიტომ ამბობ სწორედ რომ კათარზისულია. იმიტომ რომ მანდ მივხვდი როგორი ცოდვებსაყოლელი ვიყავი იმ მომენტში, მე თვითონ როგორ მარტივად შეიძლება, მამავა თქვენ ხა ყველაზე მეტი გსმენიათ ალბათ ჩვენი მიწიერი ადამიანების ცოდვების შესახებ და როგორი მარტივია ერთი სიტყვით მოექცე აი ამ ვნებების და ცოდვების ქვეშ. და აი ამ ერთი პატარა დეტალით გაჩვენებს რეალურად, გაჩვენებს კი, ასეა. გაჩვენებს, რომ აი ამ ვნებებზე მაღლა უნდა დადგე. და უკვე აი აქ ეს მესამე ძვირფასი დეტალი მოვიდა ჩემს ცხოვრებაში, როგორც თქვი, ეს წიგნი კი არის სიყვარულზე შეიძლება, ეს წიგნი არის თავისუფლებაზეც, მაგრამ ეს წიგნი ადამიანად დარჩენაზეა. აი გაფრთობაზე, ეგ თქვენ გაქვთ უფლება ალბათ გითხრათ მე ამდენის უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემ, მაგრამ კი ადამიანად კი ბატონო
კი. და აი რომ შევაჯამო და შემდეგ მე მგონი უკვე მზად ხართ ასე ვთქვა დისკუსიისთვის ძალიან მიხარია. ორ რაღაცაზე გავამახვილებ შეჯამების სახით ყურადღებას. პირველი სწორედ ისე ვიქ დავბრუნდები ადამიანის სახის შენარჩუნებაზე რომ რა გარემოშიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ შეგვიძლია დავრჩეთ ადამიანებად, ღირსეულ ადამიანებად და აი მენდეს მასიელის სიტყვებით გვეუბნება ამას, ხო, რომ სიბინძურეში ამაღლების საშუალება მოგეცათო ეუბნება, ხო? ჩვენ აი კამორაშიც კი შეუძლია ადამიანს აკეთოს სიკეთე, როგორიც იყო მაგალითად მიჩინიო ალექსანდროს ძმა და სადღაც დომენიკოც იმიტომ გვიყვარდება ესე ძალიან რომ დომენიკოც ადამიანად დარჩა. და აი ეს ერთი დეტალი მინდა გაგახსენოთ, რომელიც ჩემთვის აი მთელ წიგნს უდრიდა ლამის, კამორაშია ჯერ კიდევ დომენიკო და დილის ქალს მოუყვანს, ხო, ყველგან სხვადასხვა ქვიათ მეძავებს და დილის ქალს მოუყვანს ექიმი და რას აკეთებს დომენიკო თავიდან მთელი მისი აი რაღაცა დაგროვილი ნეგატიური განცდები და ემოციები მოდის, მის წინ პირველად დგას კამორელი, რომელიც შეუძლია დაჩაგროს, ხო? და იწყებს ცუდად ექცევა მას, შეურაცხყოფებს აყენებს, მაგრამ აი რაღაცა წამის მეასეთში ხვდება, რომ ესე არ უნდა მოიქცეს და შემდეგ თუ სწორად მახსოვს სრემლიან თვალებს უპეებს უკოცნიდაო და ჩაეხუტება და სითფოს, ხო? ხო. კი. კი, აი ძალიან დიდი მადლობა, ხო? და აი ამით და ბოლოს რას რითი უხდის მადლობას ეს დილის ქალი დომენიკოს, ხო? მეორე დილით რომ გამოიღვიძებს ძილბურანში აღარ ახსოვს ეს მართლა იყო თუ არ იყო და დაინახავს საწოლთან დატოვებულ დრაჰკანებს, რომელიც მისცა დილის ქალს და დრაჰკანებთან ერთად 40 ცენტს, რომელიც ერთადერთი ავლადიდებაა და რატომ? იმიტომ რომ ეს ქალი უყვება მანამდე დომენიკოს რო გუშინო კამორელები იყვნენ, ჩემთანო და არა თუ ფული მომცესო, რაც გამოჩნდა ისიც წაიღეს 40 ცენტი დამიტოვესო და აი ამ 40 ცენტს მისთვის ყველაფერს უტოვებს რისთვის? იმისთვის რომ ადამიანობა აჩვენა და ადამიანის სახე შეინარჩუნა დომენიკომ და ბოლოს რა თქმა უნდა ღმერთთან დაბრუნებაზეც არის ეს წიგნი და ღმერთი ალბათ ყოველთვის მიგვიღებს. თავარია დავბრუნდეთ და ეს თავარი სიტყვები წარმოვთქვათ, ხო? დავაშავე შეს წინაშე, მიმიღე მე, ვითარცა ერთი შენი მუშაკთაგანი ეუბნება დომენიკო მამას თუ ღმერთს და მეც როგორც ერთ-ერთმა მუშაკთაგანმა ჩემი რეფლექსია შევეცადე რომ გადმომეცა აი ამ დღევანდელ საღამოში და მომეყოლა ის მე როგორ ვხედავ სამოსელ პირველს და თქვენ კი თქვენი აკყოფნით კიდევ ერთხელ დამარწმუნეთ რომ ადამიანი ადამიანისთვის მართლაც დღეა და თითოეული თქვენგანი ჩემთვის ნამდვილად იყავით ძალიან დიდი ნათელი სხივი დღეს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ახლა გისმენთ. გისმენთ, რა ვიცი, მოსაზრებები, შეიძლება სადღაც მე არასწორად აღვიქვი, მე ხა შემეშინდა გურამ, მე დღეს დილით სპეციალურად აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე ხო ჩატარდა უკვე და მე მგონი ესწრებოდით ხო ნაწილი ყველას. მე მქონდა პირობა საკუთარ თავთან დადებული, რომ არ მომესმინა ეს, იმიტომ რომ გადასარევია დარწმუნებული ვარ ყველა, მაგრამ დღეს ვეღარ გავძელი და ჩავრთე გურამის ლექცია პირველი, სადაც გურამმა დაიწყო თხრობა და თქვა, რომ 12 ჯერ მაქვს წაკითხულია და უცებ ისე შემრცხვა, ვიფიქრე რომ 12 ჯერ აქვს წაკითხული, ყველაფერი ხო იდეალურად ახსოვს და მე აქ რაღაცეები შეიძლება ისე კარგად არ მახსოვდა და მოკლედ მომიტევეთ თუ სადღაც შეიძლება ცოტა გამექცა და ცოტა ჩემი მეტი მივიტანე, ვიდრე თქვათ ავტორი გულისხმობდა. ლექციაში იყო სიახლე, რაც მანამდე არავის უთქვამს და დაკვირვებინა. ეს ლექცია კულმინაცია იყო რაც მომის. ვაიმე, რა სამბობთ. ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა. ასეთ შეფასებას არ ველოდებოდი. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მაიმე, კიდე კაი წამოვიყვანე დედა და მამა, თორე მერიდებოდა რომ მომყავთ. კიდე ერთი რამონა ციგნის გარდა, რადიოში რომ მუშაობდით, იქიდან ვარ ჩვენი თავარის. მაიმე, როგორ მიხარია. ძალიან დიდი მადლობა. უგო კლავს ანა მარიას უგოზე ალბომს ავტორი, ნარატორი რომ უგო იყო 15 წლის, მაგრამ რაღაცით მოხუც ქალს გავდაო. თვითონ ამ საზოგადოების ის ხომ არ არის ეს უგო. ანუ ფაქტობრივად უგო კი არა საზოგადოება მოკლა ანა მარია, იმიტომ რომ ანა მარია ხო რაღაცა ამაგრია. განსაკუთრებულად გამორჩეული იყო. შეიძლება. მიწვდებოდა ჯერ დომენიკო, იმიტომ რომ ის ცომი იყო და ჯერ წუთისო. უნდა გამომცხვარიყო. თვითონ ამ საზოგადოებას ხომ არ განასახიერებს ფაქტობრივად. შეიძლება. ძალიან საინტერესო დეტალია. ხოში ხდება ხა მახანდაზე, მაგრამ თვითონ ეს საზოგადოებაში 60 წლისა დაბერდა. კიდე ძალიან მინდა
დიახ. სოლიდარობას მაგალბატონ მარინასთან. დიდი მადლობა. თქვა რომ როგორც ალბატონ მარინა მე ბედნიერი ვარ რომ თანამედროვე ვარ და თუ არ იქნება ქვეყანა კამორა ასეთ ადამიანებს უთხრიდებიან მაგრამ ხო კამორაში კი ბატონო ამას ქალაქი ჩოხატაური ამითქი და აჰა ჩოხატაური წყო ეგ დამავა შესავალში გამოვასწორებდი აუცილებლად ისე მე წახვალ კამორაში ეგრე ნუ ეთქვით ჩვენ დავხვდებით თბილისში ასევე ძალიან თბილად ბოლოსკეთ ავასრულებ კი ძალიან თუ ყოველივე ეს მე რომ თავდება და ალბათ პიროვნებად მაშინ შედგები, როდესაც ასეთი თავგადასავალი გექნება, რომ ადამიანი ხوار არ კი ბატონო ჩვენ ყველას ჩვენი თავგადასავალი გვაქვს და ყველას ჩვენი ბიოგრაფია გვაქვს, ხო? ეხლა არ არის საჭირო რომ ეს ბიოგრაფია ხა მართლა ზოგი ადამიანი არის ხოლმე, რომ აი 10 ადამიანს ეყოფა იმდენს ცხოვრობს ეს ერთი. არიან ასეთების და რა ქმნის ამას და რატო იბადებიან ამგვარი ბედის მატარებლები ეს ჩვენ არ ვიცით, მაგრამ თითოეული ადამიანის ცხოვრება უნიკალურია და უბრალოდ აი ამგვარი ტექსტები გვეხმარება, ეხლა ჩემთვის როგორც ფსიქოლოგისტვის რატო არის მნიშვნელოვანი რომ გვეხმარება ერთ რაღაცაში ძალიან ხშირად მოდიან ჩემთან და მეუბნებიან აი რატო დამემართა ეს? რატო მე? აი ეს პრობლემა, აი ეს სტრესი, მე რატო და პასუხი არის სწორედ ამაშიც, რომ იმიტომ რომ რაღაც ახალი შევიმეცნოთ, იმიტომ რომ რაღაც ახალი გავიგო საკუთარ თავზეც, გარემოზეც. ყველა სტრესს, ყველა სევდას აქვს საზრისი. რაღაცისთვის ხდება, ხო, ეს ჩვენს ცხოვრებაში და დომენიკოს ცხოვრებაშიც ეს ყველაფერი და ბატალიები იმისთვის ჰქონდა ადგილი, რომ სწორედ მართლაც ბოლოს ადამიანად და ისეთ კეთილშობილ ადამიანად ჩამოყალიბებულიყო. ძალიან საინტერესოა უგოს ამბავი, არ ვიცი, შესაძლოა საზოგადოების ანარეკლია, მაგრამ ჩემთვის უფრო იცით რა იყო, თუმცა ალბათ ეგ უფრო ლოგიკურია, არ ვიცი, რომ დომენიკოს ცხოვრება იმდენად უცებ გადასარევი აღმოჩნდა, ბევრი ფული აქვს, საყვარელი ულამაზესი ქალი ყავს გვერდით, მშვენიერ ქალაქში ცხოვრობს. ცხოვრება ხო ესეთი არ არის რეალურად, ხო? ბედნიერების განცდად ჩვენი არ არის ხანგრძლივი და მუდმივი. აი ახალშობილ შვილს რო დედას მიუყვანენ სამშობიაროში, პირველი წამებია რაღაცა აღმაფრთოვანებელი და მე ყველაფერი ჩვეულებრივად გრძელდება, ხო? დიდხანს აი ესეთ განსაკუთრებულ ბედნიერებას ადამიანის გონება არის უბრალოდ ესეთი, რომ ვერ იღებს და აი ესე სულ პიკია, ხო? ბედნიერება რაღაცა განცდა და სულ ამას ვერ გავუძლებთ და ამიტომ დომენიკო ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული იმგვარად, რომ აი ესე მოკლწყნარად შვიდათ ეცხოვრა მთელი ცხოვრება და შესაძლოა ამიტომაც მოხდა. არ ვიცი. რომ 15 წლის აიღო, მოსულდება რაღაცა ტიპაჟი აქვს აღწევი დაავადების რა. შესაძლოა რომელიმე ფსიქიკურ დაავადებაზე მიგვანიშნებს. ხო. ნუ ხო, ფსიქიურად ჯანმრთელი არ არის. ჰაბიტუსი ეძლევა ზოგჯერ ფსიქიკურ. რა თქმა უნდა. ძალიან. ეს ჰაბიტუსია განმოტანები და ხო, მაგრამ ეს ისეთი საზოგადოება ხო, ანა მარია ვერ ეწერებოდა. ვფიქრობ, აღებულია ესეთი საკუთარი და მე ალეგორია ჩადებულია. ხო, შესაძლოა. კი, ძალიან ბევრი დაავადება, რა თქმა უნდა, რომელიც შემდგომ უკვე მობრძანდით. აი, პრუდენსიოზე რო გითხრათ, მისმა ეგოიზმმა და სიბრაზე ой, მე ცოტა მეტი რომ მომიყვეთ, სად ხდება ეგ? სესიოს მე იმ ორიდან ორი ძმა რო დარჩა და ის რომ მოკლეს. აი, კაატინგაზე რო ხდება. და კაატინგაზე გვამეცნობა. ხო. თავისნობი ეგოიზმმა ზნობამს მისადმი და ამ სიბრაზე ხო, აი პრუდენსიო თუ მიზავდაო, მენდეს მასელი რომ ამბობს. კაატინგა გაიგზავნოდა პრუდენსიო თუ მიზავდა. ხო, აი შესაძლოა ანაცვალა ყველაფერი თავის იმას, ბრაზის გამო. და იმიტომაც ვერ გახდა დიდი კანონდოსელი. აი, მაგაშია საქმე რა. ხო, მეომარი მაგარი იყო, მაგრამ აი დიდი კანონდოსელები ესენი, იმიტომ აი მანუელო კოსტა მაგალითად რასაკეთებს, ხო? ეს რაღაცა ჯგუამხიარული კაცია, სულ არ წარმოგიდგენია, რომ ამხელა გმირობას ჩაიდენს და რეალურად, ნუ აი ისეთი დიდი გმირია, რომ მეტი არ შეიძლება. დილის ქალებიდან სიზერო ხდება აბადოს და ის კოგუროში ხო. თავის გამოცდილებას ვერცი გადადა. ესეც შიგნით რომ რაღაც კოცონს ატარებდა. კი. სიყვარულისა, წიფელი სიყვარული. კი, ძალიან. ხო, არ ვჭი, რომელი ერთი პერსონაჟი ავიღოთ და რომელი ერთი დეტალი. თუ გახსოვთ, სად მაქვს საკითხული და არ მახსოვს, მაგრამ არის ეგეთი
რაღაცა, სადაც ამი გითხავს, რომ მოციქულები ხო იყო 12 მოციქული და 5 დიდი მოციქული, აი როგორც წინასწარმეტყველები, დიდი მოციქული, დიდი წინასწარმეტყველები. ესეთი დაყოფა მაქვს. 5 არიან, ამიტომ. შინადარი ხომე ეს გამოსავალი. შეიძლება. 7 ცალკედგან. იმ 7-ში არის ჩემი აზრით, მე როგორც ვხედავ პოტენციალს, როგორც იუდას სახე. შეიძლება. უი, რა საინტერესოა. ხო, რაღაცა იქნება. თავის თავში დაგეგმა რაღაცეები და თავის თავს გადავიდა. მან რელიგიური სიმბოლო ეს ხუთეული რატო არის? ხო, ხუთეული რატო არიან, ალბათ რელიგიური რაღაცა. დიახ. როდესაც უძღებიშვილი ბრუნდება, სახარებაში ასია, იწყებს თქმას, რომ ცოდე სად მიმართა წინაშე შენსა და აღარა ვარ ღირსწოდება ძე შენდა და მყავ მე ვითარც ერთი მსახურთი შენთაგან, ამას არ ათქმევინებს მამა. არ ამთავრებინებს. არ ამთავრებინებს. რომ შენი მსახურად მიმიღო, აღარ ათქმევინებს, პირდაპირ სამოსელი პირველი მოიტანა და შედააცვლა. არ ეგრევე აღარ დგეს შვილების პატივში. აღარ ათქმევინე, ამა ხო ჩაიფიქრა, რომ ეს უნდა უთხრა. იცის. წერია რომ ჩაიფიქრო, წავალო მამას ვეტყვი ამას და ამთავრებს რომ ყავითაც ეს სახუთაგან. და როდესაც მამასთან მიდის და იწყებს ამის თქმას, მამა აღარ ამთავრებინებს. ყავითაც ერთი სახუთაგან და პირდაპირ ძეობილობის პატივში აღადგეს. ანუ როდესაც შენ სინანულში ხარ, ამას ქმედითი სინანულით, ანუ მეტანოია ხდება შემოტრიალდები. უკვე აღარ გაკადრებს რომ შენ რაღაც აღარ გაკადრებს უფალი ეგრევე აღგარდეს შვილობრივ პატივში. ხო. სინანულს ეგეთ ძალებს ეგრევე სამოსელი. და კიდე რომ დაინახავ შორს, აქაც ხო ეგრეა შორს იხედება და იქ წაიქცევა თვითონ მიდის. აღარ აქვს ძალა. ხო, მართალია. რა შეიძლება ხო გაგე თვითონ მიდის მამა იქაც და დაემხობა და ანუ ველობა ის დამცველობა ისევ თავის წიაღში იბრუნებს. ეს დამხობა რას ნიშნავს? ზედ გადაიფა, ანუ წიაღში მიშდა და ეს მომენტი იქაც როგორ კოშკიდან დაინახა. წერტილით მოძ და გაიქცევა და ის შემოსეს. ხო, ფანტასტიკურია. ეს თვითონ ეს კლები რო ცეცხლში იწვია. და მაგა რეზიუმე სამწვაკეთეს. კლები რო ცეცხლში იწვია. ხო. რეზიუმე რო ხდება. საოცრება. ძალიან დიდი მადლობა. ხო, ეს არა. ნამდვილი ამა. ნამდვილი თვალი გადაჭერა. გისმენთ, მამა. ზოგი ნამდვილი უძლებს ცეცხლს, ძალიან ნამდვილი ყლაპი. აბა. თავში რო თქვით, თავში. თქვენ ვიცოდეთ ლაპარაკობთ. არა. ნოლა თავარი. აბა. ქართველების იდენტობა, დარდიმანდობა და რამეო. მაგ არის ლამაზ ქალაქებში გადასარევი გმირი. სადღაც სახეს ვებიჩერებ. ხო არ გახსოვს იმაში. აბა. რომელიც და საოცრად ძილობიანი კაცია. საოცრად. დადის პერანგის აუცილებლად. მაგაეცნება უძლებელო ხდება. ვინსენტე, ხო. მას ბატონო და ეგენაცო შეფრაზე რო ხდება. სპასროი გასნას იწყებს. ხო. მესამეს რო გაიხეთ, ესე იგი. ეი, შეჩემა. ხო. ეგეც საინტერესოა, როგორი მოჭიმულია რაღაცა, ხო? ისეთი სახე აქვს შენარჩუნებული. პარული სიგელი, ყველაზე მაგარი კაცი, მაგ ნაწარმოებში 60. კი. იქ აკეთებს, აკეთებს სადაც ეგ არის, აბა რა. აკეთებს ალექსანდრო თავის ძმა. თავის ძმა. პარული სიგელი, რომელიც იმ რეჟიმის ქვეშაც ისეთებს აკეთებს. მე მიჩინიოს მავარო რომ ეუბნება. ხო. ხიმითარ მილია რა. ხო, მეც ყველაფერს წარმოვიდგენდი ნამდვილად. რაღაც ალექსანდრო ბერი გაბრიელივით ესე სალოსობდა და უტარებდნენ გიჟია იმო. ხო, არასერიოზულად. ინიოს პერსონაჟი ვერ მივიდნენ რომ ესე ფარულად კარგებს რა კეთებდა. ალბათ მიყვნენ ეგეთ საბჭოთა კავშირში რომ ფარულად რო ახერხებდნენ რაღაც. შეიძლება. კრებითად იქნებოდა. მაინტერესებს იქ მივიდე სადაც აი ყველაზე ცუდს ამბობენ, ცუდს რაღაც და მივიდე და იქ გავჩერდი და იქაც შეიძლება რაღაც იკეთება გოჯო. ხო, აი ამას გვეუბნება ნამდვილად მიჩინიოს პერსონაჟი. ისტორიაში მოიყვნენ ეგეთი მწერლები ისე რომ არ დატოვეს საქართველოს არ წავიდნენ აქ ისინი იმ საქმეს რეჟიმის ქვეშ. კი. სტრიქონსა სტრიქონშორის გააპარებდნენ. კი ბატონო. ზუსტად ეგ არის. მამოს თვალი დანა. აგანია ელიავაზე დაძარი მაგითო რა. მამატარიელი ეგეთი კიდე. მამატარიელი მასა.
რატო შორს არის რთული მისასვლელია თუ სად არის? აქ არის. ელიავაზე ვერ გა. კონკარი გააკეთა მამატარინა. სადაც თქვა რომ არ დაუშალოთ აქ. ყველა მოვიდა. შელა ისო და შეიძლება. რა წყალი დალი. ხო არა მოიგოთ, არა ხალხი მზის გულზეწია წამეთ ელიავას როგორ ხელოსნებია სადაში ეთქვა იქიდან. ვინც კარგია ისედაც მუშაობს. ხო, საწყალი. ეგ არაფერი, ყოველდღიურად რომ მიდიხარ და დილის ქალი თლიანად რო ბანაო ჩამდგარია იმაში წვიმაში და ხალი ბანაოს დუშის მეშუდამდე გაზდა ბანაო. ეს მაგარი არის. არანაირი საქმე. ბრძოლები არ გეწევა. იმიტომ რომ ისი რომ მას საშუალება ქონდეს სახში დაიბადა. გაბარა. ხალი რომელიც ჰიგიენას იცავს აწვის სეზონში მიდის და ჰიგიენას იცავს. იმას არ აქვს იქიურა ჯამთელი, მაგრამ ის კომპონენტი რო შეერჩა რომ ქალმა დაიბანა. ჩადგია ეს ისეთი რა საერთოდ სარკე დაკიდით, სარკე. მაგალითად სარკე და გარედან სარკე რო კარი ჩა. მაგათ დაივარცი მაგათ აი. მე ის კონტეინერი ჩაშვის. სასტიკი ხარ. დედამ. მადლობ. ნატა, მართლა ძალიან ახალი თვალით დამანახე ყველაფერი ასპექტი. ამ მართლაც გენიალური უყავი ციგნის და მართალი ხარ შვილი, სხვა ასაკში სხვადასხვა პრიორიტეტია. ხო, ყველა დიდი ციგნი, ყველა შედევრი ამითია გამორჩეული. აი სიყვარულზეა ეს ციგნი. მე როცა თავისუფლებაა, მე რომ ვიტყო სიკეთეზე, აი უსაძღვრო კიდეგანო სიკეთეზე, ეხლა შენ რო ყვებოდი, სამჯერ ამეტია, ვიტყე. რა ფსიქოპატი არა ვარ. კარგი, რო სიყვარულით საუბრობდი და ისე იოლად, აი რაღაცა გადახარშული გიყოლო. გადმომდის. მადლობა დიდი. დიდანაც და შენი ტექსტიდანაც. ჩემგან რა გითხრა, მაგრამ წიგნი ასეთია ნამდვილად. რა არის თავარი? მე მგონია დღეს ეს ნუ სკოლებში ვასწავლოთ ეს წიგნი. ისწავლება მე მგონი შესული. არა, არ არის. არა. ფრაგმენტები ისწავლებ, ფრაგმენტები ისწავლებ. აი ცირა, სხვადასხვა შეიძლება უცხო ტექსტად არის მოცემული, ხო? სამოსელი პირველია. აი მამა როგორი არაჩვეულებრივი. ხო, ეგ ძალიან საინტერესო, ძალიან სწორია. ეხლა მომინდა მე თავიდან შაშა წავიკითხე, მაგრამ ეხლა კიდე აუცილებლად გადავიკითხე. აგერ ჯერ 12 ჯერ გვაქვს წასაკითხი და მერე მელაპარაკეთ. ერთი დეტალი და მოუყვე. ერთი დეტალი თვითონ ბატონ გურამზე, იმიტომ რომ აი თქვა ბევრი ადამიანი პირადად იცნობდა, ხო, ალბათონი რა როგორ ისტორია მოყვარო, მასთან სტუმრობდა, გურამი როგორ მასწავლებელი იყო ჩემი და მე და რეზოსაც მქონდა ეგ ბედნიერება პირადად ვიცნობდი და პირველი სასიგნალოები რო გამოვიდა, წარწერით გვაჩუქა გურამმა და მე როცა მომპარა სახლიდან, ნუ რა ვქნა. ნუ მე არ შეუძეს მარციკში და მე შევუდი ხო ფული. არ არის, ხო. მე ეს მაგაზის კონსულტანტებს კი. ბატონი გურამი მე შეხვდა პურის მაღაზიაში, რეზო და მე სადაც ცხოვრობდი. ხო გახსოვთ, პეკინის იქ ცხოვრობდა ეგეც ახლოს. აქ ცხოვრობდა ძაღლი. ეს ახალი ძაღლი გვაქვს, მართლა ცხოვრობთ. ნუ აი მაშინ ლავას ქალაქში ცხოვრობ. იმდენ ტექსტები დოლაპარაკებით ერთმანეთს წყაროდან ჩიქას მოწამოილებ და ეს მამი დაარიანდა და რაღაცა იყო ეგეთი და რაღაცა ამით ვღადავთ. ეს ხო სალაპარაკო ხლენგად იქცა. და უცებ შემოდის ბატონი გურამი და ვაი ბატონო გურამი თქვენ ჯერი მე რა მეკენით საერთოდ აი ვიქავარ და რაღაცა კანუდოსზე გოცნებობ და ტირი და რეფერები რეზოც მოვიდა და ბატონო გურამი აი მართლა აი სამყაროა რა მთელი და ახალ წაკითხულობა ხო ეს პირველად და გამოვიდა გუში ერთი კვირის წინ და უცებ გვეუბნება საოცარ რაღაცას ეს გენიოსი კაცი ესე დიდი თვალები ხო ქონდა საცერილი და მართლა ასე მოგეწონათ ხო წამოდით რა იქით აი კუთხეში ნათელად მეუბნეს. მოუყევით. აი დაუჯერებელია. ვაი, დაელია და ნათელაშიც მოგვეყოლი მე და ნეცოცა. როგორი კარგია. აი როგორი ბავშვი და მართლა გენიალური ადამიანი. კი. ზუსტად აი ესეთი. მაშინაც მოყვები ერთის რა. საოცრება იყო. ნუ მეგობრობდი, უფრო ძალიან კარგი ვახანაგობდი მე და დოშანა და ყველა შეხვედრა თავდებოდა დალევით ფაქტია ეკრანაზე. დათუნდა ლაპარაკი და ერთხელაც აი 80-იანი წლებია ეკონომისტები და ჩემ მეგობარს ყავდა უცხოეთის სტუმრები
და უნდა შევხვდროდით და წავიყვანა ბორჯომში და ბორჯომში მე ბევრი პრობლემა ჰქონდა და მე ვიყავი რა მეთაური საკითხი. დილის 7 საათზე უნდა შევხვდროდით და არქივთან, აი პეკინის აჯობლას კუთხით. და მივედი საფხულია აგვისტოს 7 საათია და წინანდ ეს მაგრა დავთვლით უკვე და ისე პახმერაზე ვარ პებით ყველა და მესამე ორი მანქანა და მესამე უცხოელები აგვიანებენ ცოტა და ვიქნა ეს მათქონა მოდიო რა ყველაფერი გვაქვს აგრაკი ისე მოდი თვითონ ჩიკაო რა გურამა თქვა? არა ვიქნა ხა მე ვეთქვი თუ არის და საბარგული აქვს ერთი გავშალეთ ეს კიდრივა ის საათია დილა მაშინ რატომ პასკიპო კომშის არ არის რაღაცა ვიღაცა უჩვენდა და ერთი იაშიკი გვაჩუქა და ეს გვიდოს ერთი იაშიკი მაგარანი და სხოლიკი გადავარდეთ გავხედე და არ გაიქს ჩემს საკუთარ არ გაიყო და გამოფხდომდა დოჩანა მოდის მაგარი მოწყენილია და დოჩანა მოვიდა და რაიყო მეუთხრე ბიჭო საფრას უკრაზე ვიყავიო დავთვერი მაგრამ დამეძინა ორი საათიო აიხლა გამოგვიძავა და მოვიდიო და კომუნისტების დროს არაფერი არ იყო გახსნილი 9 საათამდე გასტრონომები ყველაფერი დაკეტილია არაფერი არ და ფიქრობ რომ გახდება ერთი საათი რომ ავიღო რაღაცა და ერთი ხა დავლიო და გარდამავტავა არ დამაგზდება ეს კომშის არაკი დალია ერთი ფიქრეს მივაყოლეთ ახალსა ისა და წავედიო თქო ეხა სახიო და არ დამავიწყდება ეს მისი რა მაგარია გაოცებულია როგორ გამიხარდა რა გამიხარდებოდა და ეს გამიხარდა მე ესეთი მოიდებოდი ადამიანი იცის რომ ეს საერთოდ აშკარებია ერთადერთი აზორ ერთმანეთში იყო კიდე ესეთი ჩემთვის მეორე ესეთი მოიდებოდი ესეთი თავდაბალი ისეთი არ სასწაული და ამხელა წერა ამხელა ხო, ძალიან. მეტანგური ვახსენე ახლა კარგიამ გაიჭრია. ხო, და მივხვდი მან რაღაცა ხდებოდა და. ხედავ. და მაშინ ამქერი კალიათეს მოყვები ამაზე რა. ძალიან ეშინია ამას კალიათი მე ლომი და კალიათი. და დაინახე? აკარა ეს. ზაგვერში დავდივით, რა ერქვა თქვენ ზაგვერში და სულიმერს აქვს? კეჩხობში დავდივით, ყოველთვის. და ჩავედით ეს 5 წლისა და ნუ ახლა შეგნა მოვაწყევ, მე წამოვიდა საკამოს და მოვაწყე და იქ ისე იყო ორ ოთახს ერთი ბალკონი ჰქონდა. მეორე მეზობლად აღმოჩნდა ერთი კაი სოფლელი ოჯახი და კაი სოფლელი ამისის გოგო ატაჯანა რა. გავიგო გზისკა. კარგი ვიტამაშოთ რა, ამას ანახავდა კაი მე თვითონ მე ესა და ის გოგო და ეს ის მე არ ვსივარ, აქ ეს გოგოსი. დავარიგე, კარგი თქვა და უშე აი ამ ხლა ვერ კალიოტი რა. ჩვენ ჩემი ამბობს გვერდი დაიწყო. და ამან შემოგვიდა და მამა. მე წელი დავკარგი, ნუ ხარ უნდა მოუკლა ხო რა, როგორი დავია ვიდო. აი აქემა. ამბობ მამა და მე გაშალა კარგი და. სკენტა კოზინი და შენა გაშენა. სკენტა და სკენტა. გამოგიყვანა მდგომარეობიდან. მამა. კარგი, დავასრულოთ მე მგონი, ხო? ძალიან დიდი მადლობა.